მოგესალმებით, მე ვარ გიორგი, დასავლეთის პროექტის მონაწილე. ვისაუბრებთ ტურიზმის სფეროზე და ჩემი სტუმარია გიდი და სამთო საფეხმავლო გამყოლი შოთა დანელია. გამარჯობა გიორგი, მოგესალმები, მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ შოთა დანელია, სერტიფიცირებული სამთო საფეხმავლო გამყოლი და საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი. ძალიან კარგი. რამდენი ხანი რაც მოლაშქრე ხარ და ტურებს ხელმძღვანელობ? რაც შეეხება მოლაშქრეობას, მახსოვს დაახლოებით 15-16 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მთაში წავედი კარვით და მაშინ იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა გადამაწყვეტინა ჩემი ჰობი, მექცია პროფესიად. თუმცა რაც შეეხება უშუალოდ გამყოლობას, მოგეხსენებათ გამყოლობა საკმაოდ პასუხისმგებლიანი საქმეა და 14-15 წლის ნამდვილად ვერ შეძლებდი ამის გაკეთებას, მაგრამ უფრო მოგვიანებით გავიარე პროფესიული გადამზადება ტურიზმის სათავგადასავლო სკოლაში და უკვე 2019 წლიდან აქტიურად ვგეგმავ ვაორგანიზებ და ხელმძღვანელობ 2, 4 და 6 დღიან სათავგადასავლო ტურებს მაღალმთიან რეგიონებში. და სად იყო შენი პირველი ლაშქრობა? ჩემი პირველი ლაშქრობა იყო ლუგელას ხეობაში, სამეგრელოში, მუხურში, სხვათაშორის დავიკარგე. პირველად რო წავედი. მაგრამ აი გამეორდები ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ იმ სილამაზემ, რაც მაშინ ვნახე იქ ჩანჩქერებმა, მდინარეებმა, მთებმა, სიმწვანემ უშუალოდ და მაშინ იყო რომ გადავწყვიტე მუხურში კონკრეტულად მართლა ძალიან ლამაზია გადავწყვიტე რომ ჩემი ეს ჰობი მექცია პროფესიად. იყო წლების წინ, ალბათ უფრო პატარა ვიყავი ვიდრე 14-15 წლის. და როგორ რჩება მარშრუტებს, მაგალითად როცა მიყავს ხალხი, სადაც შენ გინდა თუ რომელიც უფრო მოთხოვნადია, რომელი ლოკაციაც? კარგი შეკითხვაა ძალიან. რაც შეეხება მარშრუტის შერჩევა, საკმაოდ ისეთი რთული, შრომატევადი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. მოლაშქრემ გიდმა არ აქვს მნიშვნელობა, მარშრუტზე გასვლის წინ აუცილებლად კარგად უნდა შეისწავლოს თვითონ მარშრუტი, უნდა მოიძიოს სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაცია ვერბალურად თვითონ მარშრუტზე, აუცილებლად უნდა გაიცნოს რუკაზე რელიეფს, თუ რა სირთულის რელიეფზე მოუწევს მოლაშქრეს თუ გიდს გადაადგილება. პირველ რიგში, როგორც გიდი, ვიძიებ ინფორმაციას, ვგეგმავ რუკის მიხედვით. ასევე ამ სფეროში ძალიან მეხმარება ერთ-ერთი სლოვაკი მოგზაურის ვებგვერდი, სადაც მას ესე კონკრეტულად აქვს აღწერილი საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა მარშრუტები, სადაც უშუალოდ მაძლევს ოფლაინ, ეგრეთ წოდებულ ოფლაინ რუკებს და ასევე ინფორმაციას თუ მარშრუტის მიმდინარეობის დროს სად შეიძლება გავჩერდე, დავბანაკდე, იქ წყალი დავლიო, სად არის მოსახერხებელი ადგილი დასაბანაკებლად და ასე შემდეგ. ამ კუთხით აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, გამოწვევებს რო შევეხოთ, შეიძლება ცოტა გაუსწარი მოვლენებს, მაგრამ სამწუხაროდ ძალზედ მწირია ინფორმაცია ქართულ ვებგვერდებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მარშრუტზე გასვლის წინ აუცილებელია მოლაშქრეს გიდს ჰქონდეს სრული სურათი მარშრუტის შესახებ გონებაში. ესე ბრმად წასვლა ძალიან ცუდია და სავალალო შედეგებითაც შეიძლება დასრულდეს. ესე როგორც ვიცი, კიდევ ქართველებს აქვს შექმნილი ბილიკი. ეგ რამდენად გამოსადეგი? თუნდაც მარტო რო წახვიდე სადღაც. თვითონ ვებგვერდს გულისხმობთ? ხო, აპლიკაციას. კი, ანუ ისეთი სიმართლე რომ გითხრათ, მე პირადად არ გამომიყენებია, არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეგობრები ხშირად იყენებენ და კვაყოფილებიც არიან საკმაოდ.
მაგრამ ნუ აუცილებელია ესეთ სანდო წყაროებიდან მოიპოვო ინფორმაცია მარშრუტზე გასვლის წინ, რომ თავდაჯერებული იყოს, სად მიდიხარ, რამდენი დღით მიდიხარ და რა სირთულის რელიეფზე მოგიწევს გადაადგილება. და სამეგრელოს რეგიონში რომელი ესეთ ყველაზე პოპულარული ლოკაცია? სამეგრელოს რეგიონს რაც შეეხება ყველაზე პოპულარული და ცნობილი არის ჩვენი ულამაზესი ადგილი ტობა-ვარჩხილი, ქართულად ვერცხლის ტბები. ბოლო 10 წელია ალბათ ძალიან პოპულარულია ეს ადგილი და სრულად ვეთანხმები ხდებას ძალიან ისეთ მიმზიდველი ადგილია, ჯადოსნური ადგილია თავისი მრავალფეროვანი ტბებით და რელიეფით. ტობა-ვარჩხილი მოკლედ ისეთ ყველაზე პოპულარული ადგილი სამეგრელოში დღესდღეობით. როგორც შიდა ტურიზმისთვის, ისე მცხოვრებისთვის. და კიდევ რაც ძალიან მაინტერესებს, ამ ბოლო დროს რომელი სახელმწიფოს წარმომადგენლები უფრო სტუმრობენ ჩემი გამოცდილებიდან, რაც ალბათ კარგია, სამეგრელოს ძალიან ხშირად სტუმრობენ და არა მარტო სამეგრელოს, ტაილანდიდან. რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზოგადად სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ევროპის კონტინენტიდან განსაკუთრებით ყოველთვის ხშირად სტუმრობდნენ, მაგრამ ეხლა აზიაშიც საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოს ტურისტული ადგილები, მარშრუტები, მთიანი რეგიონები, რაც ძალიან კარგია. მათთვისაც ეს ახალი სფეროა თვითონ ტაილანდში, როგორც მე ხვდები და ვაკვირდები მათ, მაგრამ საკმაოდ ისეთი მომდომებულები და ენთუზიაზმით სავსე ჩამოდიან ხოლმე, როცა სტუმრობენ სხვადასხვა რეგიონებს. ქუჩებში შეიმჩნევა ხოლმე დიაში თან საკმაოდ ბევრნიც არიან. თვალსები 40-50 მილიონი არიან, ასე რომ ჩვენთვის ცუდი არ არის, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ყველა ადგილს, ყველა მოკლედ ტბა იქნება, ეს თუ მდინარე იქნება, თუ კონკრეტული ადგილი თავის რესურსი აქვს. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა ადამიანი სტუმრობს, კარგია ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ბუნება მაინც იცვითება თავისებურად, ესე რომ ვთქვათ. აქაც რაღაცნაირად ალბათ კარგი იქნება თუ სამოვალოდ გარკვეული მონიტორინგი ან კონტროლი დაწესდება, იმიტომ რომ ბევრი ტურისტი და ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ეკოსისტემას აზიანებს. მაგრამ რა თქმა უნდა, ღია ვართ და რაც უფრო სტუმარი გვეყოლება, საერთო ჯამში კარგია. და ბუნებას უნდა გაუფრთხილდეთ. კი, რა თქმა უნდა. რა მაინტერესებს, რომელი იყო ყველაზე რთული ლაშქრობა შენთვის, თუნდაც სტუმრის მხრივ ან ყველაზე რთული ლაშქრობა მაშინ გავიხსენებ, როგორც თუ გინებათ, როგორც ინდივიდუალურად, ისე სტუმართან ერთად. ყველაზე რთული ჩვენი ეგრისის ქედზე, ეს არის ის თათა სისტემა, რაც სამეგრელოში გვაქვს და ესაზღვრება ეს კავკასიონის მთავარ ქედს. ეგრისის ქედი ძალიან ისეთ მრავალფეროვანია. მან მე რაც ვიცი, არის ეს ხუთი ისეთი პოპულარული ტბა, მაგრამ მე რაც მინახავს და ყოფილვარ, არის კიდევ 4. ერთ-ერთი ტბა, რომელსაც ქვია ლაკუმურას ტბა, ეს არის სამეგრელოსა და შეიძლება სვანები შემომედავნონ, მაგრამ სამეგრელოსა და სვანის საზღვარზეა და ფაქტიურად. მაგრამ არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ისეთ ციცაბო ქედზე დგები, ფაქტიურად ასე რომ ვთქვათ, უხეშად დანის პირზე, მაღალ სიმაღლეზე და მისაღწევად გჭირდება, რომ ეს ქედი გაიარო სადღაც ესე 10-15 წუთი. საკმაოდ და როცა ამ სიმაღლეზე დგახარ, ასეთ ქედზე ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. რომ ფეხი არ დაგიცდეს, იმიტომ რომ ძალიან მაღალ სიმაღლეზე ხარ და პატარა შეცდომასაც არ გაპატიებს ისეთი ადგილია. ეგ ვახსენე, მაგრამ თვითონ ადგილი ძალიან ლამაზია, აქედან კავკასიონის უმაღლესი მთა მოჩანს იალბუზი და ძალიან ისეთი ლამაზი ხედებია. და ხობისწყლის სათავეც მანდარი. საინტერესო. თან როგორც ხვდები, ცოტა ფიზიკური მომზადებაც რა თქმა უნდა, ფიზიკურ მომზადებას კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხა ჩემთვის პირადად როგორც გიდისთვის ვცდილობ კი არა, ჩემთვის აუცილებელია, რომ ფორმაში ვიყო.
იმიტომ რომ განსაკუთრებით როდესაც სტუმარი მიყავს შენ ერთი თავით მაღლა უნდა იდგე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი სტუმარი უნდა დაჩაგრო და აჩვენო, რომ მასე ძლიერი ხარ, მაგრამ დობის ფაქტორიდან გამომდინარე, მას უნდა აჩვენო, რომ შენ დარწმუნებული ხარ, რასაც აკეთებ, კარგ ფიზიკურ კონდიციებში ხარ და თავდაჯერებული ხარ, აქედან გამომდინარე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თაში ყოფნის დროს სტუმრებთან ერთად, როდესაც მიყავს 10-დან 15 კაცამდე ჯგუფი. კიდევ რა მეინტერესებს, რამდენად გამართულია არა მარტო სამეგრელოს რეგიონში, საქართველოშიც, სხვადასხვა რეგიონებში, რამდენად გამართულია ლოკაციებთან მისასვლელი გზები, ბილიკები, თუ არის მოსასვენებელი ადგილები ან საპირფარეშოები? იცი როგორ არის, ვერ ვიტყვი რომ ეს ბილიკებსაც შეეხება. ვერ ვიტყვი იმას რომ ესე 100%-ით გამართულია, თუმცა ესეთი პოპულარული მარშრუტები მონიშნულია და როგორც მე შემიმჩნევია, პერიოდულად ანახლებენ ხოლმე. მაგრამ სასურველი იქნება თუ უფრო მეტი იყო, ძალიან არის ხოლმე ხშირად რომ ეს მონიშნულები გაცრეცილია, ან ისეთ წვიმიან ცუდამინში არ ჩანს, იმიტომ რომ განახლება საჭიროებს. და ვისურვებდი რომ ეს განახლების პროცესი უფრო ხშირად იყოს. და რაც შეეხება ესე რომ ვთქვათ, კეთილმოწყობას, სიმართლე რომ გითხრათ, ისეთ რაც შეეხება თაში როგორ გითხრათ, ესეთ ტურებს, სადაც მე დავდივარ, არ საჭიროებს ეგეთ მოწყობას, იმიტომ რომ რეალურად სტუმარი როცა ჩამოდის, ის ჩამოდის ველური ბუნების ანახავად. და მას თუ ეხლა რაღაცნაირად რეკრეაციულად მოუწყო იქ, ესეთ დაბეჭდილებას ვერ მიიღებს, რასაც ის ელოდება. თუმცა, რა თქმა უნდა, კონკრეტული ადგილები ხა მე არ მაქვს საუბარი ისეთ მაღალ უღელტეხილებზე და ისეთ ადგილებზე, სადაც ეს არ საჭიროებს. არის ადგილები, სადაც კარგი იქნება და აუცილებელი. არის ხოლმე მოწყობილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაზიანებული. და როგორ ფიქრობ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მოხდეს აღდგენა თუნდაც ბილიკებზე, თუნდაც სანიშნეების როგორ გონია? მე როგორც მე ძალიან ხშირად მინახავს, საქართველოს ძალიან ბევრი მოლაშქრეთა კლუბია, თვითონ ინდივიდუალურად აკეთებენ ამას და მეორეს მხრივ სახელმწიფო დონეზე უნდა გაკეთდეს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტომ უნდა შეუწყოს ხელი პირველ რიგში, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მოხალისეებიც მინახავს ბევრი, იგივე მოლაშქრეები, სადაც ნიშნავდნენ მე პირადად მიმიღია ამ პროცესში მონაწილეობა, საკმაოდ შრომატევადია, სიმართლე რომ გითხრათ. ეს იყო სვანეთში, კონკრეტულად ცხვანდერის ტბებზე, ეს ერთი ძალიან რთული მარშრუტია. ულამაზესი ადგილია, მაგრამ იმის გამო რომ ბილიკი არ არის მოწყობილი და დასაწყისში ფაქტურად გაუვალი ტყეა, საკმაოდ რთულია იმ ლოკაციამდე მისვლა. ალბათ რა ვიცი, უფრო ამ კუთხით უფრო მეტი პოპულარიზაცია საჭირო და უფრო მეტი ინფორმაციის და მეტი მოხალისეების ჩართვა. ზოგადად მოლაშქრეობა მე ვფიქრობ, რომ კიდევ ესეთი ახალი ხილია, ესე რომ ვთქვათ, ახალი სფეროა საქართველოში, რაც შეეხება მოლაშქრეობას, მაგრამ უფრო მეტად და მეტად უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ სფეროში, რაც ძალიან კარგია. თითქმის დასასრულს მივახლოვდე ჩვენი პოდკასტი და მე მაინტერესებს, რას ურჩევდი დამწყებ მოლაშქრეებს, ვისთვისაც ეს ახალია და ეხლა უნდათ დაიწყონ როგორც. დამწყებ მოლაშქრეებს რას ურჩევდი? პირველ რიგში ალბათ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ესე იგი უშუალოდ მარშრუტზე გასვლის დროს აუცილებლად დაგეგმონ კარგად, სად გაიაზრონ სად მიდიან, აუცილებლად ჩაიწერონ ეგრეთ წოდებული ოფლაინ რუკა, GPS-ი, კარგად შეისწავლონ მარშრუტი,
დაგეგმონ ღამის გასათენებელი ადგილები, დრო და აუცილებლად თან იქონიან საჭირო აღჭურვილობა. თუ აქ საუბარია ერთზე მეტ სალაშქრო ტურზე, მაგალითად, აი მინიმუმ ერთ ღამეს თუ ათენებ მთაში, აუცილებელია გქონდეს კარგი სალაშქრო აღჭურვილობა, როგორც აი კარგი საძილე ტომარა, კარავი, გასაბერი მატრასი და ასე შემდეგ. შემდეგ მურჩევდი აუცილებლად რომ იყვნენ კარგ ფიზიკურ ფორმაში, მით უმეტეს თუ რაღაცნაირად ამბიცია აქვთ იმის რომ მომავალში გახდნენ გიდები ამავე დროს და არასდროს არ აყვნენ პირად ამბიციებს თაში. იმიტომ რომ პირადი ამბიციები შესაძლებელია გახდეს დამღუპელი. ხანდახან არის ხოლმე მეც პირადად მქონი ეგეთი სიტუაცია, როცა არის ხო რომ რაღაცა არ გიშვებს, ნუ მოკლედ რო თქვა, ბუნება არ გიშვებს რაღაცა ადგილამდე, მე ხშირად მქონია ეს რა და აი იმ დროს ერთვება ეს პირადი ეგო, ესე რომ ვთქვათ, ამბიცია, როდესაც აი თან ეს ფიქრები, რომ აი ეხლა თუ არ მივედი, მე როდის მივალ, ესეთ ამბიციებს არ უნდა აყვნენ, პირიქით უნდა მოусმინონ ბუნებას და ამავე დროს არენდონ თას. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ჩვენ გვაქვს ხოლმე ლურჯი ცა მზე, მაგრამ ერთ წუთში შეიძლება ისე შეიცვალოს ბუნება და მაგალითად ისეთი ნისლი იყოს, რომ უბრალოდ ვერ გავერკვიოთ საით წავიდეთ. ასევე ურჩევდი ორიენტაცია ნავიგაციაში რაღაცნაირად მათი შესაძლებლობები განავითარონ, გაერკვნენ კარგად, რუკით იხმოვანონ როგორც ესეთი სტანდარტული რუკებით, ასევე ელექტრონული რუკებით. ახლა დღესდღეობით ძალიან ბევრი საშუალებაა ამის, იგივე ეს 3D რუკები, სადაც აი შესაძლებელია შესაძლებლობას გაძლევს, ანუ რეალურად აღიქვა ის რელიეფი, სადაც მიდიხარ. და რა თქმა უნდა, ბოლოს იმოგზაურონ რაც შეიძლება მეტი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს და თითოეულ კუთხეს აქვს თავისი ლამაზი და თითოეულ კუთხეში ეს ბუნება განსხვავდება და თვითონ აი იგივე მთების ფორმებით სხვანაირია და სხვადასხვა სილამაზეა, ყველა კუთხეში სხვადასხვანაირი სილამაზე ხდება. კი, რა თქმა უნდა. აი ხა რაც ახსენებ, მე მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აღიქვამს ამას, ამ პრობლემებს რეალურად. საინტერესო იყო შენთან საუბარი. ჩვენთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი პოდკასტი ამით დასრულებულია.